მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე, ჩვენ დავბრუნდით რადიოს სივრცეზე და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს. დღეს ჩვენი სტუმარია ჯიპას პროფესორი მამუკა მახათაძე. მე გამოვთვალე ეს უკვე მესამე სტუმრობა არის და რაღაცნაირად ერთ და იგივე თარიღზე უწევს თვის ბოლოს 24 რიცხვში ხოლმე და ჩვენ ვაფასებთ ხოლმე ძირითადად საერთაშორისო ვითარებას და ამერიკის როლს, როგორც ყველაზე ჯერჯერობით ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი და გავლენიანი მოთამაშის თუ როგორ ვითარდება ეს ქვეყანა დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ რა ცვლილება არის ამ ქვეყანაში და რა ზემოქმედება აქვს მას გარეშე ფაქტორებზე და ამაზე ვილაპარაკებთ. წინა კვირაში ჩვენ ეთერში არ ვიყავით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიზიტით ვიმყოფებოდი უნგრეთში, ამაზე მოგიყვებით უკვე ხუთშაბათს. ჩვენ შემდეგ სტუმართან ერთად დღეს კი ჩვენ ვილაპარაკებთ იმ ძალიან დრამატულ ნოემბერზე, რომელიც უკვე ვითარდება და უკვე რაღაცნაირად ესეთი შემოტრიალების წერტილად მორიგჯერზე იქცა, ამიტომაც დავარქვი ეს არის არა თქმილი, არამედ ბევრისთვის მწარე ნოემბერი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ გეგმებს, ჩვენ ვხედავთ რა არის განსახილველი, რომელიც ძალიან მწარია, იმიტომ რომ რეალობა გახდა მწარე, რეალობა მწარე იმიტომ გახდა, რომ ადამიანებმა ყურადღება მოაკლეს და დაანებეს თავი რეალობის აღქმას. შესაბამისად, ფაქტები არის იგნორირებული და ერთ ძალაში არის მხოლოდ აღქმები. ეს აღქმები არის ძალიან სუბიექტური და შემდეგ რა თქმა უნდა რეალობა დგება და ეს იმედგაცრუებაც ბუნებრივად ისადგურებს. რა თქმა უნდა, ყველა პირველ რიგში დავიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ესეთი რეზონანსული თემით, ამას ქვია მორიგჯერზე მცდელობა, რომ უკრაინაში შეწყდეს ომი. ჩვენ ხშირად ვიძახდით და მეც ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს პოლიტიკაზეც უმთავრესი გავლენა აქვს სწორედ ჩვენს სამეზობლოში, ჩვენს რეგიონში მიმდინარე ომს. პრაქტიკულად ჩვენ ვიმყოფებით აი ამ საომარი თეატრის არეალში, შეიძლება ესე ითქვას, დანამდვილებით და ეს ახდენს გავლენას ყველაფერზე. ამიტომაც ის, როდესაც დღეს ლაპარაკია ხოლმე მშვიდობაზე, მშვიდობა გახდა არა თავისთავადი მოცემულობა, არამედ კონკრეტული ძალისხმევის პროდუქტი უკვე. მოკლედ, ჩვენ ვხედავთ ამ ცდელობას, დაპირისპირებას და ვხედავთ ამერიკულ გეგმას, რომელმაც ჯერ გამოჟონა, შემდეგ დადასტურდა, რომ ნამდვილად ისეა, ატყდა სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინ შეადგინა ეს გეგმა ბოლოს. როგორც პასუხისმგებლობის აღება რო იციან სხვადასხვა ორგანიზაციებმა ამერიკამ საბოლოო ჯამში აიღო ეს თავის თავზე, რომ ჩემი ავტორობით არის, თუმცა გაიფუძნება რა თქმა უნდა სხვადასხვა წინადადებებს და ეს გეგმა პრაქტიკულად ნიშნავს ერთგვარად კაპიტულაციას. ანუ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ბევრი რამ შეიძლება არ დადასტურდეს, ეს შეიძლება იყოს სამუშაო დოკუმენტი, კაცმა არ იცის ეს კიდევ ჩავარდება თუ არ ჩავარდება. ოღონდ ჩვენ სპეკულაციებში არ შევალთ, ამისთვის ჩვენ სხვა გადაცემა გვაქვს ამ ეთერში, ჩვენ ვილაპარაკებთ მხოლოდ ფაქტებზე. საქმე არის იმაში, რომ ამდენი თვის თავზე და პრაქტიკულად ერთი წლის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მაგიდაზე ისევ დევს დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ღაღადებს რუსეთის ფედერაციის ომში გამარჯვებას. ეს არის ფაქტი. აქედან ბოლოს რა გამოვა და რა თქმა უნდა იქნება ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერება, ეს იქნება საბოლოო ვერსია და ის რამდენ ხანს გასტანს, ეს არავინ არ იცის, მაგრამ ამ წუთას ვითარება არის სწორედ ეს, ანუ და მხარეები აღიარებენ ამას როგორც ჩარჩო დოკუმენტს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ აი ამაზე. და აქედან ამოვალთ. ხვალს ადმივლენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ვითარება არის ისევ ესეთი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც ადამიანებს, რომელიც თქვა პროექციას ახერხებენ იქიდან ესე ვთქვათ, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ან ზოგი საერთოდ უკიდურესი ძალები ძახიან, რომ უკრაინა იმარჯვებს. ჩვენ ნახეთ უკვე აქ ჩვენთან აქტორები, რომელმაც თქვეს, რომ ეს დოკუმენტიც კი ნიშნავს ამ გამარჯვებას. ჩვენ ვცხოვრობთ სიურეალისტურ სამყაროში, შეტრიალებულ, გამრუდებული სარკეების სამყაროში, სადაც უბრალოდ თეთრს ადამიანები ეწოდებენ შავს და ოღონდ იძახიან, რომ ეს ნამდვილად აი ესია და ერთი და იგივე მესიჯი შეიძლება ორი სხვადასხვა აქტორისგან მოვისმინოთ. რა ზეგავლენა შეიძლება აი ამ მოცემულობამ, ამ გამრუდებულმა მოცემულობამ რეალობაზე მოახდინოს, ანუ ფიქრობ თუ არა, რომ შეთანხმება ამ მოცემულობით შეიძლება შედგეს? პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელებს. შემიძლია ვთქვა, რომ რა ვიცი,
გამოღვიძება უფროა ვიღაცეებისთვის და მე არ მგონია რომ რეალობა მწარე იყოს, იმიტომ რომ რეალობაა, უბრალოდ ვიღაცა სიზმარშია, ვიღაცისთვის თქვათ, მოულოდნელია ის რაც ხდება, თუმცა ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ძალიან ბევრ დეტალს და შესაბამისად ძალიან ხშირად ზედაპირულად უყურებთ ის იმედები, რომლებიც ვიღაცებმა რაღაცასთან, ასე ვთქვათ, თუნდაც ამერიკასთან დააკავშირეს, იყო ვთქვათ, შესაძლოა იყოს ფუჭი. თუმცა ამერიკელებისთან, ასე ვთქვათ, ამერიკაში ცხოვრების საკმარისმა გამოცდილებამ, ბევრ და მათთან ურთიერთობამ, ამერიკელებთან ურთიერთობამ, დამარწმუნა, რომ მათი რაციონალურობა საკმაოდ დიდია. და შესაბამისად, მათთვის მოულოდნელობები არ არის. არავინ არ აქცევს ყურადღებას თუ რეალურად ბაიდენის ომს ეძახის ტრამპი ამას, მაგრამ მთავარი მიზეზი, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დაწყების, ასე ვთქვათ, რეალური მიზეზი გახდა, იყო პირველი დარტყმის გამანადგურებელი დარტყმის რაკეტების განთავსება ევროპაში. და ამ ხელშეკრულებიდან მოკლე და საშუალო მანძილიანი რაკეტების შეთანხმებიდან ტრამპი გამოვიდა პირველი. ანუ ტრამპმა დაიწყო ზეწოლა რუსეთზე, რომელიც უბრალოდ შემდგომ გაგრძელდა და ტრამპზე უკეთესად არავინ არ იცის, ის გეგმა, რომელსაც თქვათ ის თავის დროზე ცდილობდა რომ განეხორციელებინა რუსეთის მიმართ, მუშაობს თუ არ მუშაობს. ანუ ჩემი აზრით ტრამპი დარწმუნდა რომ ის გეგმა, რომელიც იყო რუსეთის დასუსტებასთან დაკავშირებული, ჩავარდა. და შესაბამისად სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ რაღაც სახე შეინარჩუნოს ამერიკამ. ამ შემთხვევაში უკრაინა, ევროპა და რაღაცები ნაკლებად ადარდებს, ანუ მან უნდა შეინარჩუნოს სახე, რომ ამერიკა ჯერ კიდევ ყველაფერს წვიტავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ჯერ კიდევ ყველაზე დიდი ძალა აქვს, მაგრამ უბრალოდ სხვაებიც არიან ანგარიშგასაწევი. შესაბამისად, ამერიკელების მიერ შემოთავაზებული გეგმა შესაძლოა ვიღაცისთვის ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ მოდით ესე შევხედოთ. და როგორც შენ თქვი, საბოლოოდ ამერიკამ ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი, ამ დოკუმენტის ავტორები ისინი არიან. შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ პირველადი ვარიანტთან მიახლოებული გაიტანონ, ხო, ეს უკვე ისეთი რაღაცა არის, რომელიც ამერიკელებს მუდმივად ჭირდებათ, რომ მათი დოკუმენტი არ შეიძლება დრამატულად შეიცვალოს. გამოდის, რომ ესე ვთქვათ, ისინი კარგავენ ზეგავლენას სამყაროზე, რაც მათთვის მიუღებელია. ანუ რეალურად რომ ვთქვათ, ეს ერთი სერია უკვე ნანახი გვაქვს. ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ასევე რუსული სურვილები, უფრო ნაკლები სხვათაშორის ვიდრე ამ დოკუმენტში იყო და სტამბულს არ და თუ დააკვირდები ევოლუციას მოთხოვნებისას, ხო, ომის დაწყების წინ და მინსკის შეთანხმებების დროს რუსების მოთხოვნა ბევრად ნაკლები იყო და ის მუდმივად იზრდება. ხო, როგორც ქართული, იმიტომ რომ რეალობა იცვლება. ფრთიანი ფრაზა ხარჯი ნაქნარია რა და ის უკან არ გაიწევს ახლა. და ესთან ამის გამოცდილება მათ აქვთ. ჩვენ გვახსოვს, რომ სტალინმა ძალიან ბევრი გაიღო სამამულო ომისთვის და შესაბამისად ესევე მოითხოვა შემდეგ და სხვა გზა არ ჰქონდათ, რომ თქვა რაც მოითხოვა, ის კონტრიბუცია იქნებოდა თუ ასე შემდეგ, ეს უნდა მაშინ დაეთმოთ და ამიტომ ჩატარდა ყველაფერი იალტაში და ეხლაც ფაქტიურად ცდილობა არის რომ შედგეს ახალი იალტა პრაქტიკულად რა. ხო, ახალი მოწყობა სამყაროს. ეს ანუ ერთის მხრივ უიმე ეს რა მიუღებელია, გავიგეთ რომ მიუღებელია, მაგრამ ნუ აბა რა შეცვალე იმის რომ მისაღები გამختارიყო, რა შეცვალე გარდა იმისა. და როგორც ძალიან დანანებით თქვა ბატონმა არესტოვიჩმა, ეს დღეს ითხოვენ 4 რეგიონს, ხვალ იქნება 6, ზეგი იქნება 8 და ასე შემდეგ გავლენ ლვოვამდე. მაგრამ აი თავარი წინააღმდეგობა აქ არის ორი ფაქტორი. ადამიანების აღქმები, რომელთაც ეს არის სული სიმწარე და შოკი და ისინი არ ელოდებიან, იმიტომ რომ ისინი ელოდებიან დაპირებულ ფილმს, სადაც კეთილმა უნდა გაიმარჯვოს ბოროტზე. ხო, ნუ კოგნიტიური დისონანსის ამბავია, ეს არის აბსოლუტური შოკი. შეხედულებას და და ამ ხრივ ხო ეს რწმენა ძლიერდება. ეს სხვათა შორის რეფლექსირებს და ირეკლება ძალიან საინტერესო პერიოდში ცხოვრობთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად აი ეს დაპირისპირება გლობალური ჩვენთან აქ არ ეკლიერია, ერთგვარ ამ საპროტესტო გამოსვლებში. და
ის ტრამვა მიღებული აი ამ იმედგაცრუებით ბოლოს ჩვენ ამას ვისმენთ იმ შეძახილებზე რუსთაველის გამძრიდან რომ მაგალითად ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ ანუ რას ნიშნავს ეს არის ზაფრის ბოლო კეთილი ამის ბოლო ალუზია ეს არის რომ რაც არ უნდა მოხდეს 1000 სიმწარე ბოლოს მაინც კეთილი გაიმარჯვებს ოღონდ ის რომ ჩვენ არ ვცხოვრობ ზღაპარში ეს არის მთავარი მომენტი და სიმწარე სწორედ ამას უკავშირდება არა რომ წამალი მწარეა ჩვენ ბავშვობაში განსაკუთრებით მწარე იყო რაღაც ეს ზღაპარიც ხო საიდან მოდის გურამ იქიდან მოდის რომ პრინციპში საბოლოო ჯამში გამარჯვებული მიწერდა სიკეთეს და შესაბამისად დამარცხებული ყოველთვის ბოროტი გამოდიოდა აქედან გამომდინარე ვთქვათ ისტორიულად შეიძლება ეს ზღაპრის ასე ვთქვათ საფუძველი ზუსტად ის არის რომ გამარჯვებული არის კეთილი. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ეს ამას არ აქვს დიდი საფუძველი. მე მგონია რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის და კონკრეტულად ნიურნბერგის პროცესის შედეგი. იმიტომ რომ ნიურნბერგის პროცესმა უბრალოდ ის კი არ გააკეთა როგორც ყველა ომის შემდეგი ხო ვერსალის ზავი. არა, მან მორალური განზომილება შემოიტანა. ესენი იყვნენ ბოროტები და ისინი დასაჯეს იმიტომ რომ მათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე სტიგმატიზირებულია. ჰიტლერი, ფაშიზმი, სვასტიკა ამის ცვლილება მანამდეც იყო პირველ მსოფლიო ომშიც უბრალოდ თქვათ ინფორმაციული სივრცე არ იყო ისეთი და ასე ვთქვათ იმ დონის იდეოლოგიაზე არ იყო დაყვანილი. ხო? აი ნიურნბერგის მერე და მეორე მსოფლიო ომი. ნიურნბერგი არ მომხდარა პირველ მსოფლიო ომში. მომხდარა ზავი. როგორც მთელი ცხოვრება დგებოდა ზავი. მეფეს ვერ იჭერდი, როგორც დაგეჭირა უნდა გაგეშვა. ანუ შუა საუკუნეობრივი დაპირისპირება სულაც ხვანი არსებობს წაგებული და მოგებული. აი ავიღოთ ნაპოლეონი დამარცხდა ვატერლოოში. ანუ ნაპოლეონს არავინ თავი არ მოკვეთა. ნაპოლეონი რა ვიცი, ერთხელ გადაასახლეს, მე მეორედ გადაასახლეს. ანუ უბრალოდ მისი იზოლირება მოხდა. ეს იყო წაგების შედეგი, ხო? და ჩვენ დღეს მივიღებთ სხვა განზომილება, უნდა დამთავრდეს ყველაფერი ისე, როგორც დამთავრდა 9 მაისს, ესე ვთქვათ რა. ანუ 2 მაისს, 8 მაისს, რომელი თარიღი, ანუ 30 აპრილს, ნებისმიერ თარიღში შეგვიძლია. სექტემბერი თუ იაპონიასაც ჩათვლი ხო არა. ყველას თავისი ასე. ეს არის ეს მომენტი და ეს არ ხდება და ამიტომაც ჩვენ ვიღებთ სწორედ აი ამ რეფლექსიას, რომ ეს ესე რატო არ ხდება და ფაქტია რომ არ ხდება. ძალიან საინტერესოა მოკლედ ეს მოსაზრება, რომ კი მან უფრო ღრმა ფესვი აქვს ამას და დღეს ესე იგი ძალიან უბრალოდ არავინ არ ლაპარაკობს, ანუ ერთი არის ეს მორალური დილემა და მეორე არის ანუ გაჯიუტებული ევროპა, რომელიც აზროვნებს კლიშეებით და რომელსაც არ სურს უბრალოდ ანუ გაზეთის შედეგზე იხილოს ედრანი. შენ თუ აკვირდები, არავინ არ ლაპარაკობს ანუ იმ ძველი ძალიან მარტივი აპრობირებული ტერმინოლოგიით როგორც უნდა შეფასდეს ესეთი პროცესი, ხო რომ მიმდინარეობს ომი, რუსების კი ჯერ კიდევ SVO-ს ეძახიან ხო სპეციალურ საომარ ოპერაციას, მიმდინარეობს ომი, ომს აქვს გარკვეული შედეგი, ვიღაცამ მოიგო და ვიღაცამ წააგო. ის ჩვენი რაღაც ოპოზიცია რომელიც მიჩვეული არის მთელი ეს აგვისტოს ამბები ჩვენი 2008 წლის დაიყვანეს მარტივ გენერალამდე ვინ დაიწყო ომი დღეს ყველა ერიდება რომ აი მარტივად თქვას რომ აი ამ მომენტისთვის ვინ იგებს ამ ომში ხო ამის ნაცვლად ჩვენ ვსვით ყველანაირ სიტყვას რაღაცნაირი მშვიდობაში შეფუთული რაღაც წინააღმდეგობრივი პარადოქსული თავის არიდება ხდება ხო ის ოღონდ არავინ ყველა ერიდება რომ დაარქვას მოვლენებს თავის სახელი და ჩვენ ხედავთ რომ ეს არის უფრო მნიშვნელოვანი დღეს იმ განზომილებისთვის, იმ პოლიტიკური კონსტრუქციისთვის, რაშიც ევროკავშირი ცხოვრობს, ვიდრე რეალური მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, გაწირული სიცოცხლე და დაღუპული ადამიანები, რაც ამას ეწირება, ხვდები? და არავინ არ ლაპარაკობს, რომ დავარქვათ მოვლენებს თავის სახელი. ანუ შენი აზრით ეს შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, შეიძლება თუ არა რომ აი, რა ვიცი, გაიმარჯვოს ევროპა ამ ნაწილში, თქვათ რომ მოვლენებს დაუტოვოს ის სახელები, რაც მას აწყობს. ნუ მოდით ესე ვთქვათ, ჩემი აზრით ევროპელები არ შეიცვლებიან, ხო? ანუ სხვადასხვა შეფუთვით ისინი მაინც საბოლოო ჯამში როგორც ცივილიზაცია მტაცებლური იყო, შესაბამისად თქვათ სხვადასხვა შეფუთვით ცდილობენ თავისი როლი გაზარდონ, ხო? ანუ მათი სიმდიდრის საფუძველი იყო ძარცვა, ანუ ყაჩაღები იყვნენ, ხო? ანუ ინგლისი, ხო? ანუ სხვებს ძარცვავდნენ. ინგლისი კოლონიებს ძარცვავდნენ. შემდგომში სხვა მექანიზმები მოიგო. მათთვის ძალიან ძნელია იმის აღქმა, რომ ისინი მოთამაშეებად აღარ აღიქმებიან, ხო? ანუ მთელი ცივილიზაციის ბოლო 500 წლის განმავლობაში ისინი იყვნენ ძირითადი მოთამაშეები, ხო? ანუ ბოლო ალბათ 100 წელი არ არის, ხო? ჯერ ევროატლანტიკური რაც არის, ხო? მანამდე პრინციპში, მოდი ეს ვთქვათ, ანგლოსაქსური იყო, ხო?
ცივილიზაცია. შესაბამისად, აი ეს მომენტები, რომელიც დღეს არსებულ რეალობას ასახავს, მათთვის ბევრნაირად მიუღებელია, ისევ და ისევ ემოციურად და შინაგანად. შესაბამისად, ისინი მუდმივად ეცდებიან ამ ნარატივის შენარჩუნებას, ხო? და როდემდე რაღაცა რესურსი არა აქვს ამას, რაღაც ვარგისიანობის ვადა არა აქვს. ეხლა მაგალითად ჩვენ ხედავთ ორბანს, რომელიც არ დგას ამ ნარატივს და პირიქით ეწინააღმდეგება ყველაფერში და იძახის რომ ეს არის სიგიჟე, რაც ჩვენ ვცხოვრობთ. ხო, მაგრამ აი ზუსტად ეგ მომენტია, ვთქვათ, რამდენად სუვერენობა აქვს, ვთქვათ, ქვეყნებს შენარჩუნებული, რამდენად ხედავენ ისინი თავის ადგილს მომავალ მოწყობაში, სამყაროში, ხო? ანუ ორბანი ფიქრობს ყოველ შემთხვევაში ასე, რომ მომავალი მოწყობა ევროცენტრული აღარ იქნება. ზუსტად დარწმუნებულია, ხო? შესაბამისად, მან თავის ფსონი დადო იმაზე, რომ მულტიცენტრული იქნება სამყარო და იქ თავის როლის და თავისი ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის ბოძის ჩასმას ცდილობს, თავისი ალამის ჩასმას, რომ ის ცალკე არსებობს და მას აქვს ინტერესები. დანარჩენი ქვეყნები, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ნარატივი შესაძლოა, ვთქვათ, ეკონომიკურად გამაერთიანებელი ყოფილიყო, მაგრამ პოლიტიკურად ევროპისთვის შესაძლოა, ასე ვთქვათ, არ გამოდგა საუკეთესო ვარიანტი. და რუსეთი პრაქტიკულად აი ამ ევროკავშირმა ეკონომიკურმა გამთქმულმა რომელმაც გაერთიანება რომელმაც შემდეგ ღირებულებითი ფუნქციები შეიძინა პოლიტიკურ ერთეულად იქცა არ უნდა ქცეულიყო ის გაჩერდა ევოლუციის გზაზე ანუ ეს პრაქტიკულად იგივეა რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიარა ხო ანუ შტატები ბევრად ძლიერი იყვნენ აგერ პრაქტიკულად რუზველტამდე მეორე რუზველტამდე ხო როდესაც 30-იან წლებში მას მოუწია ფედერალური ხელისუფლების გაძლიერება თორე ბევრად ძლიერი იყვნენ შტატები ანუ მაშინ ევროპა უნდა გარდაიქმნა სწორედ ევროპის შეერთებულ შტატებად ესე გამოდის თავისი არჩეული პრეზიდენტით თავისი ყველაფერი და მაშინ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს ანუ ის რეალობა რომელიც დღეს რეალურად არის იმ გაგებით რომ პრინციპში ევროკავშირი აი ამ შეერთებული შტატების თავრობის როლს ასრულებს ეს ფორმალურადაც უნდა გაფორმდეს ხო? იმიტომ რომ არა აქვს იმ შტატებს ამისი აღქმა რომ ეს არ საჭიროა რომ უნდა და საერთოდ ამერიკიდან განსხვავებით რომელიც პირიქით იმატებდა შტატებს ერთი მთავარი შტატი საერთოდ გავიდა ევროპიდან ეს არის ბრიტანეთი და დღეს აღმოჩნდა აი ეს ბუფერულ ზონაში თავისი ექსკლუზიური უფლებებით რომელიც თავარი მოთამაშეა დამოუკიდებლობის თამაშის ასე ვთქვათ საშუალება შეენარჩუნებინა თავისთვის, იმიტომ რომ მიხვდა რომ თქვათ შეერთებული შტატების ნაწილი იყო ევროპის. რუსეთი ამას ანგრევს, ანუ რუსეთის გამარჯვება თუ ეს გაფორმდა ამ კონსტრუქციას საერთოდ ანგრევს და არავინ არ იცის ის კონფიგურაცია რა იქნება, ხო? ანუ ის G8-ში პუტინის დაპატიჟება უკან თან იმ როლით რო აი ხა გამარჯვებულის როლში დაარქმევენ დამარცხებულს და შემდეგ აი მოდი ეხლა იმიტომ რომ ხო ხედავ ვერ მიაღწია მიზნებს და ოკეი ეხა ისე უკან დაუბრუნეთ ეს უკვე წარსულის კონსტრუქციაა რა ეხა არავის აღარ ენდოვება ამ ხელა მსხვერპლის შემდეგ დაუბრუნდეს აი ამ მოცემულობას საიდანაც ის უკვე უბრალოდ გამოვიდა აქედან ხო ამიტომ ეს ევროკავშირის რის თქმა მინდა რომ დღეს მცდელობას ჩვენ ვხედავთ რომ მოხდეს სტატუს კოს შენარჩუნება მაგრამ აი შემდეგ რაუნდზე, როდესაც ჩვენ აი რუბიოც კი მაინც ხო ევროპის მიმართ სოლიდარული ჩანს და ძალიან უჭირს აი ამ სიტყვების თქმა, აი ამ დოკუმენტის გატანა ჩვენ ხედავთ მის ტანჯვას და წვალებას რაც სახეზე აწერია და ძალიან დამშვიდებული სახით JD Vance უმარტივესად წერს ფორმულებს, რომ ეს არის ერთადერთი რეალობა და სხვა ყველა ცხოვრობს ზღაპარში. და ჩვენს დიდი ალბათობით ჩვენ 2028 წელს სწორედ აი ამ ორი ფიგურის პრაიმერიში დაპირისპირებას ვიხილავთ დიდი ალბათობით და ეს განსაზღვრავს საერთოდ სოფლიო და ამერიკა როგორი იქნება ეს არის პრაქტიკულად კონკურენცია მომავალი არჩევნებისთვის ამ მოცემულობაში უკვე აღარ იმალება შანტაჟი პირდაპირ ეუბნებიან რომ აქ სხვა გზა აღარ არსებობს ანუ ეს ევროპული სუვერენიტეტის რაღაც ილუზია კიდევ უფრო იკუმშება რა ხედავ თუ არა შენ რაიმე ბერკაც რომელიც შეიძლება დღეს ევროპას გააჩნდეს იმისათვის რომ მან პროცესზე ზემოქმედება იქონიოს და რაღაცნაირად მისთვის მეტნაკლებად სასურველ შედეგზე გავიდეს. ფაქტია, რომ ეპშტეინის ფაილებიც კი აღარ მუშაობს. ანუ შანტაჟის ინსტრუმენტებით სხვადასხვა აქტორის შენკენ გადმობირება უკვე აღარ ხდება, იმიტომ რომ უკვე
დაიკიდა ეს ტრამპმა ესე თქვა და გახსნა ყველაკარი და აი რაც გინდათ უკვე ის ქეკეთ, იმიტომ რომ ეს იმდენი ხანი დუღდა ეს პროცესი, რომ რაღაცნაირად ძალაც დაკარგა რა. ბოლოს აღმოჩნდა რომ გადადუღდა. ნოამ ჩომსკიც კი სარგებლობდა თურმე ამ სერვისით და ეხლა არა, სერვისებს ვერ აბრალებენ, უბრალოდ მიმოწერა ქონდა და მუსიკაზე და ლინგვისტიკაზე საუბრობენ. ნუ დანარჩენი უკვე ფანტაზიის ნაყოფია, ფანტაზიის ხო, ფანტაზიის ნაყოფია ჩვეულებრივი ობიუატელისთვის გასაგებია ხო. ჩვეულებრივი ობიუატელმა ბევრმა არც პეპშტეინიც ის არც ჩომსკი მით უმეტეს ასე ვთქვათ ჩომსკის წვლილი მსოფლიოს წინაშე. შესაბამისად ვთქვათ შეიძლება ავტომატურად დააკავშიროს ყველაფერი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ ევროპას ეს ბერკეტები ქონდა თავის დროს. ქონდა თავის დროზე და ის რისთვისაც ორი მიზეზით შეიქმნა. ერთი დაწერილი მიზეზი და მეორე მიზეზი, რომელიც ევროპელებს უნდა ქონოდათ, ეს იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკურ აქტორად ჩამოყალიბება და მეორე ის, რაც ამერიკელებს ქონდათ, ასე ვთქვათ, ზუსტად ის ევროპული მტაცებლური ინსტინქტი და ერთ ჯოგში გაერთიანებინათ და დაენიშნათ მათთვის ერთი წინამძღოლი. აი მეორემ უფრო იმუშავა. ანუ რეალურად 2008 წლის შემდეგ ევროპის ასე ვთქვათ დეინდუსტრიალიზაციას და ეკონომიკაზე დარტყმას ამერიკა ახორციელებს, იმიტომ რომ იმ ეკონომიკურ აღორძინებას ევროპისას, რომელიც ამერიკელებისთვის საშიში იყო, როგორც ვთქვათ, დომინანტი მოთამაშისთვის და იმ უნიპოლარულ სამყაროში. ეყრდნობოდა რას, ხო გვილაპარაკებთ შენ იაფ რუსულ გაზ, ემიგრანტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ისეთ რაღაცებს ეყრდნობოდა, რომელიც პრინციპში გამოეცალა ხელიდან და რაც თავარია თვითონ აი ამ იაფმა მუშახელმა და ემიგრანტებმა სხვა პრობლემები, დემოგრაფიული პრობლემები შეუქმნა. ანუ ევროპა როგორც თან ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც მაინც ეთნიკურია. განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც თუმცა ამერიკაშიც უკვე დაიწყო შიში, იმიტომ რომ მე ხშირად მესმის რაღაც უსმენ ხოლმე რომ უკვე გაჩნდა ეგეთი ფრაზა რომ რაღაცა წლისთვის მაგალითად თეთრი მოსახლეობა აღმოჩნდება უმცირესობა. ანუ არა თეთრი მოსახლეობა ლათინოსები თუ სხვები ეს ემიგრანტების ხარჯები გადაასწრებს. და ეს არის მიუღებელი. კი, მაგრამ ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება მოყვეს, ხო? მსოფლმხედველობა WASP-ის, ანუ White Anglo-Saxon Protestant ერთია, ხო? მეორე ასე ვთქვათ კათოლიკე ჰისპანიკის მეორე, ხო? შესაბამისად მარკო რუბიო განსხვავებული ტიპი იქნება. მარკო რუბიოს უკან განსხვავებული ადამიანები იდგებიან. აი ეს განსხვავებული ადამიანები იმავე პოლიტიკას, რაც ვთქვათ რაღაცა თეთრ მოსახლეობას ვთქვათ, ჭდებოდა ვთქვათ, თუნდაც იგივე deep state და არ ვთქვით რაღაცა ვეღარ გაატარებს იგივეს. ანუ ეს უკვე ჩანს, რომ ამერიკის ინტერესები გარკვეულ წილად ლათინოამერიკელების და ასე ვთქვათ, ლათინოამერიკული წარმოშობის როლის გაძლიერებასთან ერთად ამერიკის ინტერესები ისევ შებრუნდა უფრო ლათინურ ამერიკაზე, რომელიც გარკვეულად ვეღარ აკონტროლებენ. ის რაღაცა დომინაციები, რომლებიც ვთქვათ, ევროპასთან კავშირებს და ევროპასთან ერთად თეთრების დომინაციას, თეთრკანიანების დომინაციას და ასე ვთქვათ, ევროატლანტიკური მისწრაფებები, ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები დიდად გასაგები ლათინოამერიკელებისთვის ვთქვათ და შავკანიანებისთვის არ არის. ამიტომ ეს პოლიტიკის ცვლილებებსაც გამოიწვევს, ხო? შესაბამისად, ევროპელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ აი ამ ევროკავშირმა პირველი ვერ შეასრულა ეს ეკონომიკური სიძლიერის მომენტების და მეორე აბსოლუტურად რადიკალური გარდატეხა უნდა მოხდეს, რომ ეს სუვერენიტეტები გაქრეს და გაქრეს ერთიანი ევროპელის როლი, ხო? გაჩნდეს ესეთი ერი, არ არის. ხო, ამერიკელისთვის ერთი და იგივე. ანუ ამერიკელები ამაზე აეწყვნენ, ხო, სახელმწიფო ამაზე აშენდა, რომ ყველა ხდება ამერიკელი, ანუ შენ ამერიკელი ხდები. სხვა არაფერი არ გაქვს. ის შენი რაღაც ნაციონალობა შენთვისაა. ხო, იმიტომ რომ მაინც ამომავალი წერტილი არის ემიგრანტი, რა, ემიგრაციის გასაგებია რომ შეიძლება რაღაც დაჯგუფება ხდება და მაგრამ უკვე შიშიც ჩნდება, რომ შეიძლება აი ეს ემიგრაციამ უკვე გარკვეულწილად უკვე ეროვნული პროფილი ერთგვარად შეცვალოს რა. ამის მიუხედავად მაინც ერთი ფუნდამენტი ისე რომ ეს ქვეყანა არის ყველა აქ არის ემიგრანტი და ყველა არის ადრე თუ გვიან ჩამოსული. თუმცა დღეს ჩვენ უყურებთ იმას რომ მიუხედავად იმისა რომ სწორედ WASP-ს ტრამპი გამოხატავს
პირიქით ის თამაშობს უმცირესობებზე და რუბიო რომელსაც ლათინური წარმოშობა აქვს ის პირიქით ჩვენ ხედავთ აი ეგრეთ წოდებული deep state-ის ყველაზე ესეთ გავლენიან აქტორად ხო რომელიც მოკავშირე და ხიდია ევროპის წრეებთან თუ ჩვენ ხედავთ ამ ევროპის წრეებს რომელსაც გავლენა უნდათ მაგრამ თუმცა ზედაპირზე ასე ჩანს ხო ერთი ადამიანი თუმცა ისაც ასე ვთქვათ ვერ გამოხატავს ამ deep state-ის მხარდაჭერას ღიად ხო იმიტომ რომ ის უკან უძდგას ფიგურები ეხა ეგრე კონდოლიზა რაისიც იყო შავკანიანი მდივანი მაგრამ მნიშვნელოვანია ზუსტად ხო წარმომადგენელი სახით არის რომ ვთქვათ ისინი გადაიბაროს ხო იმიტომ რომ ზუსტად ტრამპის ერთ-ერთი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი წყარო ზუსტად ეგ იყო რომ ლათინოამერიკული წარმოშობის ჰისპანიკები, ხო, ანუ ლათინოამერიკული წარმოშობის ამერიკელების დიდი ნაწილი ყოველთვის დემოკრატების მხარეს იყო, რაც ტრამპმა შეცვალა. ხო, ეს დაახლოებით გავს ეს პირველი თაობის ესეთი ხელმძღვანელები, პირველი ოსკარი რა იყო შავკანიანმა მსახიობმა. მის მიმართ იყო სხვადასხვა ესეთი მოფრანგულო სახელი ხო. მისინე პუაცი. კი, მის მიმართ იყო დამოკიდებულება, მაშინ ძინვარებდა. ხო, კარგი ფილმია, გადამულები რო გარბიან. მიძინვარებდა ეს, ხო, სამოქალაქო მოძრაობა და ეს ყველაფერი და სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ ამით ხო არ ხდება ნორმალიზება, აი რაღაცა. მან მიიღო, ეს თქვა თეთრი ადამიანების პრიზი, შეიძლება ესე ვთქვა და ანუ თითქოს პრობლემა არ არის. მანდა ეს პლატფორმით გამოყენება კი არ ხდება ამის. ამიტომ იქ განსხვავებული არ ნიშნავს, რომ რაღაც ადამიანი ზუსტად წარმოადგენს იმ ხმას, იმ თემის, რომელსაც იქ კი, აი ნიშანდობლივია თუ გაიხსენებ ოსკარზე გამოხსენდა ზუსტად ერაყში შეჭრის შემდეგ ის ოსკარი პრაქტიკულად სულ შავკანიანებს გახსოვს ეგ 2003 წლის როცა საზოგადოებაში ძალიან დიდი განხეთქილება იყო მომთან დაკავშირებით იქ რაღაც ასე ვთქვათ დაიძაბა ურთიერთობები კიდე რაღაცეები მოხდა იქ აჯანყებები იქ რაღაცა შემოაკვდათ რამდენიმე შავკანიანი აი ეს ყველაფრის გადასაფარავად პრაქტიკულად მე მგონი 9 თუ 10 ოსკარი მიიღეს შავკანიანი მანო ხო ეს რაღაცეები ყოველთვის ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ისე ვიმარჩიელოთ, მაგრამ მაინც ხა ძალიან ღრმად ალბათ არ ღირს, თუმცა მე რასაც გადავხედი აი შემოთავაზებულ პუნქტებს, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება, იქ მაინც ჩემი აზრით ჩანს აი რაღაც ერთგვარი წითელი ხაზი, რაზე შეიძლება ვაჭრობა და რაზე შეიძლება თქვა რაღაც დაკორექტირდეს, აი მაგალითად აი რამხელა უნდა იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალები, ხო? ეს შეიძლება იყოს 600, შეიძლება 300, შეიძლება 800, ანუ ეს სავარაუდოდ შეიძლება იყოს ვაჭრობის საგანი. სად უნდა გაიაროს საზღვარმა ის გამყოფმა ხაზმა? ხო, აი ეგეთ ძალიან საინტერესო. იცი გამყოფ ხაზს რა ქვია? ანგლოსაქსონ ენაზე? გამყოფის ხაზი ხო ძალიან ბუნებრივია, სადღაც იყოფ, აი ჩვენც გვაქვს საოკუპაციო ხაზი. არის იქ ქვია შეხების ხაზი. შეხების ხაზი. ზუსტად ცხოვრობთ ახალ მეტყველების სცენაში, რომელიც აღწერა ჯორჯ ორველმა ხო თავის წიგნში ანუ პირიქით უნდა ერქვას გესმის იმიტომ რომ რაღაცა პოზიტიური დინამიკაა ჩვენთვის ეს არის შეხების ხაზი და აი ხო ანუ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს შესაბამისად ხო და მაგრამ რაღაცები აი 100%-იანია რომ ამას რუსეთი არასდროს უკან ამაზე არ დაიხსოს ეს არის ნატოში გაწევრიანება დანარჩენი ვაჭრობის საგანია როდის ჩატარდება უკრაინაში არჩევნები რაღაცას აუცილებლად ჩატარდება ხო და ამას გაყიდიან როგორც დენაციფიკაციას ჯარი რაზეც არ უნდა დავიდეს და რაღაც ლიმიტები ნატოში არასდროს ეს არ შევა და იმ ტერიტორიებიდან ის არ გავა და ამის აღიარებას მოითხოვს ხო რაღაცის გაფორმება მაინც მოხდება ეს რა თქმა უნდა ევროპელები ცდილობენ რომ დათმობენ იქ პირიქით ისეთი რაღაცები წამოიღო რომ თვითონაც გამარჯვებად გაყიდონ მაგრამ ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა შედგება მაგრამ ის უეჭველი პუტინიც უნდა დათანხმდეს იმიტომ რომ პუტინს ახლა ორი გოზირი უჭირავს ხელში ერთი ეს შეთანხმება რომელსაც ასე ვთქვათ ამერიკელების მხრიდან აწვდის და ამერიკელების ავტორობით და მეორე ის ჯერ კიდევ აგრძელებს ეს ხო ანუ შესაბამისად არა აგრძელებს და თან მას ის თქვა სტრატეგიული სიღრმე გააშინა შეუძლია თქვას რომ ხა ჩვენც უნდა განვიხილოთ ეს ამერიკული დოკუმენტია ჩვენ იანიშოს თანახმავართ და ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება და ჟენევაში ის რუსები და ანუ პუტინზე ზეწოლის ბერკეტები ძალიან მცირეა პრაქტიკულად ასე ვთქვათ როსნეფტის და ლუკოილის დასანქცირების მერე პრაქტიკულად აღარ დარჩა ხო ანუ რეალურად არაფერი აღარ ოღონდ ეგ დასანქცირება საინტერესოა იმიტომ რომ გადაიდო დროში ჯერ ის დედლაინი არ მოსულა კი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვაჭრობა მოხდა
უნგრეთში ცალკე, რუმინეთში ცალკე ის გადაიდო და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ვიძახი, ანუ ფაქტიურად ეს არის ბოლო წვეთი. ხო, ის იმასაც ხდება ალბათ ტრამპი, რაც უფრო მეტად მიიწყვდება, მით უფრო აგრესიულ რუსეთს მიიღებთ, რომ მოც ხვალდაზე კაცმა არ იცი რა შეიძლება ამუშავოს. იმიტომ რომ აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, აი ჩვენ რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი. ის სამყარო, რომელიც 53-ში დაიწყო, ხო, თეირანში. 45-ში პრაქტიკულად გაფორმდა, გაერო ეს საერთაშორისო ინსტიტუტები ყველაფერი. ანუ საერთაშორისო წესრიგი აღარ მუშაობს. ხო, ანუ რეალურად. ის უნდა შეიცვალოს. და აი ამაზე ვთქვათ, ისევ გადანაწილებაში, ხო, ვინ ვის მხარეს იქნება. წარმოიდგინე ვთქვათ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ალბათ ჩრდილოეთ კორეაც, ხო, ანუ პრაქტიკულად დაუმარცხებელი მხარე რჩება, ხო, ანუ შესაბამისად უკვე ამერიკელებისთვის ერთადერთი გამოსავალი მაინც აი ამ ასე ვთქვათ კავშირიდან გამოსაგლეჯი ერთადერთი ყავს რუსეთი. ანუ თეორიულად მაინც, იმიტომ რომ პუტინს ჰქონდა ეგ პრეტენზია, რომ მე თქვენნაირი ყაჩაღი ვარ და მიმიღეთ ამ კლუბში, ხო? ანუ 2007 წლამდე სანამ ასე ვთქვათ ფეხებს დააბაკუნებდა, ხო, მიუნხენში. ანუ მაინც ჰქონდა პრეტენზია, რომ ევროპელებთან ერთად ყოფილიყო. ხო, ამიტომ ვთქვათ, მისთვის რუსეთის საბოლოო დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი წარმოუდგენლად გაძლიერდა. ხო, ანუ ეს ფაქტობრივად მთელი ეს რესურსი მიდის სამხრეთში. ტექნოლოგია ჩინეთს უკვე ყველაფრის აქვს, უკვე ჩვეულებრივად არის ჩართული ამ ნებისმიერ ბოლაში. ანუ აღარ არსებობს თქვა ტექნოლოგია, იმას რომ თავი დავანებოთ 36 კრიტიკული დარგიდან 32-ში წინ არის. ტექნოლოგია აღარ არსებობს. 64-დან 57-ში უკვე. უკვე აღარ არსებობს ტექნოლოგია, რაც იქ არ არსებობს, რაც ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ რა არ არსებობს, თქვათ ძალიან სწრაფად მოხდება. აი კიდევ ასე ვთქვათ, სამხედროში არსებობს ერთადერთი, ასე ვთქვათ, სისუსტე. ანუ თუ განვიხილავთ რუსეთის და ევროპის დაპირისპირებას, მაგალითად, ხო? ევროპას აქვს ორადორი უპირატესობა, ერთი თეორიული, ერთი პრაქტიკული. პრაქტიკული უპირატესობა არის სადაზვერვო სისტემები, მაგრამ მათ არ ეკუთვნის და ამერიკელები ჯერჯერობით ევროპას ეხმარებიან, თქვათ. მეორე, ეს არის თეორიული უპირატესობა, რომელიც მოსახლეობაში გამოიხატება რუსეთის წინააღმდეგ. დანარჩენი არც ამ შეიარაღებაში არაფერში არ აქვს. მაგრამ ის ხო თეორიულია, იმიტომ რომ ის მოსახლეობა არ არის მეომარი. ხო, ევროპის მოსახლეობა, ანუ ევროპის მოსახლეობა ეგრევე აითესებიან, რომ იტყვიან ყველგან. ხო, ანუ ისინი მეომრები არ არიან, ანუ ისინი უარს განაცხადებენ პაციფიზმის გამო, იმის გამო, ისინი არიან. რაც შეეხება ჩინეთის შემთხვევაში, ჩინეთმა სამხედროც იმდენად განავითარა თავდაცვითი ტექნოლოგიები, რომ აი თუ იცი ეგ კონცეფცია კუნძულოვანი სარტყელების, ხო? პირველი კუნძულოვანი სარტყელი გადის, თქვათ, უახლოეს კუნძულებზე, ანუ ტაივანზე, მეორე ასე ვთქვათ, უფრო ცოტა შორის და მესამე ჰავაიზე, ხო? მეორე გუამზე. ანუ გუამამდე უკვე აკონტროლებს თავისი უკვე მიმართულებით, მაგრამ ერთადერთი ჩავარდნა, რაც მას აქვს, ეს არის, ვთქვათ, საჰაერო თავდაცვა. და ანუ აი ნუკლეარულ ან ბირთვულ ტრიადაში ჯერ კიდევ ჩამორჩება ამერიკას. მაგრამ თუ ის რუსეთთან ერთად გაერთიანდება და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, მივიღებთ წარმოუდგენელ ძალას, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს ვერ გაუბედავს. აქედან გამომდინარე, ტრამპი ასე ვთქვათ, ხავს ეჭიდება შეიძლება, მაგრამ თეორიული შანსი იმის, რომ ჩინეთი თავის მხარეს გადაიყვანოს, პრაქტიკულად არ აქვს. ამიტომ თეორიულად ფიქრობს, რომ როდისღაც შეიძლება პუტინს დაველაპარაკო და ვთქვათ, ჩემ მხარეს გადავიყვანო. ნუ ყოველ შემთხვევაში იყოს ეს მულტიპოლარული სამყარო, ისინი ალიანსებში არ შევიდნენ. ხო, ანუ ალიანსი შეასუსტოს, ანუ რუსეთს შეთავაზოს პოლუსობა თუნდაც. ანუ რა თქმა უნდა ჯობია რუსეთი იყოს სუსტი, მაგრამ ცალკე პოლუსი, ვიდრე ის ალიანსში იყოს ჩინეთთან და პეკინი გახდეს ის რაც იყო მე-20 საუკუნეში მოსკოვა. პუტინიც ხო კარგად ხვდება, რომ რუსეთი მილევადი იმპერია, ანუ ის თავისი დემოგრაფიული რაღაცა პრობლემების გამო საბოლოო ჯამში ჩინეთის მიერ შეიჭმება, ხო? ანუ გადაყლაპავს ჩინეთი. ამიტომ ახლა მარტივად რო თქვა პუტინის თეთრია და ურჩევნია ევროპელებთან. ხო, და კულტურა და ბევრი საერთო გააჩნია, ჩვეულებრივად ესეც ევროპელი ეს არის. თუმცა ურალს აქეთ, ურალს იქით ცოტა სხვანაირად. ნუ არა მომული ყავს ის საქმეც მაგაშია და ეს სიძლიერე ინდუსტრიული დღესდღეობით საშუალებას აძლევს, რომ მან ეს ტერიტორია შეინარჩუნოს
საქართველოს და აკონტროლოს. ან დისფუნქციური უნდა გახდეს სახელმწიფო, რომ ან დეზინტეგრაცია განიცადოს, როგორც საბჭოთა კავშირის მოვიდა, ხო? ეგ სურვილი იყო, რომ ას დისფუნქციური გამხდარიყო. ხო, მაგრამ ჩავარდა ეს. ფაქტია, რომ ხო, არ მუშაობს. ესე ვთქვათ, უკან ანუ წეგანდელი აზრი რომ გავაგრძელო, რაც დავიწყე, ის არის, რომ აი ეს მოცემულობა ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან პრინციპულ როგორიც უნდა დამთავრდეს სულ რო ჩავარდეს შეთანხმება, არსებობს ხაზი, რაც საიდანაც არ დაიხევს. პუტინი და ეს რაღაც აღიარება, იგივე ნატოს არ გაფართოება, რაც რა თქმა უნდა ურტყავს ალიანსს, უკვე დისფუნქციურს ხდის ერთგვარად, კეტავს თავის თავში და საერთოდ სხვა ეპოქაში შევყავართ. ხო, ის ეგზისტენციალური საფრთხეებია და იმაზე ხელს არ მოაწყობს. ეს უკრაინის ფრონტზე გამარჯვების დაფიქსირება აი ამ რეგიონში და სამეზობლოში ვითარებას რადიკალურად ცვლის. ანუ საქართველოს რას მოუტანს ეს? აი ეს ახალი წესრიგი ესე ვთქვათ. ახალი წესრიგი, მოდი ერთი რაღაცა ვთქვა, რეალობას ხო არ ცვლის, ხო? იმიტომ რომ ჩემი აზრია პირადი. ჩემი აზრით ასე ვთქვათ, საქართველოს განსაკუთრებულ როლს და ჩვენი გულისთვის თავის მოკლას არავინ ისედაც არ აპირებდა, ვთქვათ. უბრალოდ რაღაცა შეიძლება ილუზორულ იმედებს ჩაკლავს, ხო? იმ თვალსაზრისით, რომ ისედაც ჩვენ რეგიონში, კავკასიის რეგიონში ცალკე თამაშის საშუალება არც ერთ ქვეყანა აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს წარმოუდგენელია რომ კონდეს, ხო? ისეთი მოთამაშეები თუ ართ გარშემორტყმული, სულ რო დავივიწყოთ ევროპა, ანუ ეს ევროპის ასე ვთქვათ, ჩარევა მხოლოდ ცეცხლის დანთების მომენტი შეიძლება და ყოფილიყო აი ძველი ჰარტლენდის თეორიიდან გამომდინარე და ბრიტანელებს. დანარჩენი რეალურად რუსეთი, თურქეთი და ირანი იმდენად ძლიერი მოთამაშეები არიან, ხო? რომ რა ვიცი, კავკასიაზე ასე ვთქვათ, რაიმე ზეგავლენა მოხდენა შეუძლებელი იქნება. წინა საუკუნეშიც ბრიტანული ექსპედიციები, როდესაც ერთგვარად ისტორიის ფანჯარა იღება ხოლმე, ჩვენ ხედავთ აქ ბრიტანულ-გერმანულ ექსპედიციებს, მაგრამ როდესაც თავარი მოთამაშე ბრუნდება ისევ რეფორმირებული, შემდეგ ეს ძალები და ასეც მოხდა ხო რაღაცა მომენტში, ასე ვთქვათ, პრინციპში გერმანელებმა ყველაზე ბოლომდე დაგვიჭირეს, ხა ინგლისელებმა ეგრევე გავყიდეს, ხო, ანუ გერმანელებმა უბრალოდ ომი წააგო და სხვა გზა არ ქონდათ, თორე, ნუ რაც შეეძლო მაგრამ ბრიტანელებს რაც შეეძლოთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი გაგვიფუჭეს, ხო, იმიტომ რომ იმათ სხვა თავის ინტერესები ქონდა. ხო, იმისთვის მნიშვნელოვანია დაპირისპირების დათესვა და ამით დასუსტება ძალების. ეს მათი მუდმივი მექანიზმი იყო ყოველთვის, პალესტინა და ისრაელის მოწყობა, ასე ვთქვათ, მაგის გამო იყო. ანუ ჩვენი როლი არის აი ეს რაღაცა ისევ აი ამ სამყაროში მაქსიმალურად სუვერენობის შენარჩუნება და მაქსიმალურად ჩვენ არც ომი არ შეგვილია, ხო? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რომ ბელგიის არ იყოს ერთ დღეში გაივლის, ხო? ანუ ჯარი. ჩვენ ქვეყანას უკრაინელებმა ერთადერთი პირველ რიგში იმის გამო გაძლეს, პირველ რიგში, გარდა იმისა, რომ კი მამაცები არიან ძალიან გმირულად იბრძოლ ტერიტორია, ანუ შეუძლიათ უკან და სტრატეგიული სიღრმე ქვია, სტრატეგიული სიღრმე არ გვაქვს, ხო, ნოლია, ხო, ანუ ნებისმიერ მთელ კავკასიას არ აქვს, ხო, არც ერთ ქვეყანას. და მთელი ეს სიღრმე მუშაობს საომარ შემთხვევაში როგორც ზურგი. ხო, ანუ ზამბარა იკუმშება, მერე შეგიძლია ვთქვათ რაღაცა, ასე ვთქვათ, გაიშალოს ეს ზამბარა. ჩვენ ეს არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვიპოვოთ როლი, რომელშიც აი ამ დიდ მოთამაშეებს უკვე ახალ მოწყობაში, მე მაინც გონია რომ რუსეთსაც, თურქეთსაც და ირანსაც ამ მოწყობაში თავისი როლი ექნება. ჩვენ ვიყოთ ქვეყანა, რომლის სტაბილურობა მათთვის ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი. და აი აქ შესაძლებელია ჩვენ შევინარჩუნოთ ის რაღაცა სუვერენობის გარკვეული ელემენტი. სრულად სუვერენულები ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, რომ ჩვენი იდეები და განვახორციელოთ წარმოუდგენელია ჩვენნაირი ქვეყნისგან, მაგრამ ნუ მაქსიმალურად შენარჩუნება და მოუკიდებლობის იქნება ბალანსზე დამოკიდებული, რა როლს შევასრულებთ ყველაფერ ამაში. ესე იგი ცოტა დიდ დროში რომ შევხედოთ ისტორიის გადმოსახედიდან მე-19 საუკუნეში პრაქტიკულად, იმიტომ რომ რუსეთი ფართოვდებოდა ამ ტერიტორიის ხარჯზე, საქართველოს ინკორპორირება მოხდა, ისე როგორც თელი კავკასიის, ხო, მის ტერიტორიაზე. თუმცა უკვე მე-20 საუკუნეში რევოლუციის შემდეგ და საბჭოთა კავშირის შექმნა ნომინალურად შენ მაინც მოგცა რესპუბლიკად ყოფნის საშუალება. და აი ნომინალურად სტატუსის გამოყენება მოხდა შემდეგ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ რაღაცა კონტურით დამოუკიდებლობის აღდგენა იმ ნომინალური სტატუსის გამო მოხდა. ფიქრობ თუ არა, რომ მაინც ეს დიდი იმპერიული ცენტრები ესე პირდაპირ
რთულია რომ ვთქვათ, რომ იბრუნებენ იმ თავის რაღაცა ძველ მოდელს. ხო, ეხლა ეს აღარც რუსეთის იმპერია იქნება, აღარც საბჭოთა იმპერია არ იქნება. ხო, ჩვენ მივიღებთ სხვა ტიპის რუსეთს, რომელსაც იცვლება აი ამ პოლუსთან ურთიერთობა. ნომინალურად შესაძლებელი იქნება შეინარჩუნო, შენ ცალკე ქვეყანა, ცალკე დამოკიდებული, შენ თავარი არის მე რასაც გრძნობ, რომ რუსეთი არ შეეგუება მის საზღვართან არსებულ ანტირუსეთის პროექტს, რომელსაც ერთ-ერთი დანიშნულება აქვს, რომ რუსეთის რაღაც გავლენის და ინტერესის შეკუმშვა მოხდეს. ეს არის მისთვის მიუღებელი, ანუ ეს პროექტები, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყველა მხარეს. ეგ ძალიან მაგრად შეიცვლება. ანუ თუ გაფორმდა, ასე ვთქვათ, რუსეთის გამარჯვება, როგორც გინდა დაარქვი და რუსეთმა თავის მიზნების უმეტესობას მიაღწია, რუსეთი ბევრად უფრო ძლიერი გამოვა ამ ომიდან და შესაბამისად ის რასაც ასე ვთქვათ თითებს შორისო ხო ის პუსტია გვიყურებდა ხო უკვე მაგებსაც არ დაუშვებს ანუ ის არ დაუშვებს არამხოლოდ ანტირუსულს არა ლოიალურს ხო ანუ შენ იმდენად გიმცირდება არეალი ქმედებების ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ის ძლიერდება ხო და რაც მთავარია რუსეთი ყოველთვის იყო უცნაური იმპერია, ანუ მონღოლების იმპერიის გაგრძელება. იყო განსხვავებული იმპერია იმ თვალსაზრისით, რომ აი რუსეთში თათრები არ არიან დაჩაგრულები, ხო? იმიტომ რომ ისინი სახელმწიფოს უზარმაზარ ჩინოვნიკურ აპარატში ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ანუ გარკვეულწილად ამერიკულს გავს მოდელი, იმიტომ რომ თვითონ რუსები შეიძლება შოვინისტები არიან მაგრამ ქვეყანა არ არის შოვინისტური, ანუ ის საშუალებას აძლევს, თქვა, ფორმალურად 22 რესპუბლიკაა, ხო, რუსეთი. და ეს იმის მოდელია, როდესაც ალიანსის დონეზე, ანუ მიდიოდნენ, იპყრობდნენ, მაგრამ ყოველთვის დაპყრობა არ იყო, თავაზობდნენ ალიანს მონღოლები, ასევე თავაზობდა რუსეთიც. მერე რაც მთავარია, უცნაურია ის ერთი წინადებას ვიტყვი და დავმთავრებ, რომ პარადოქსულია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ ერთ ვთქვი, რომ უკრაინა შეიძლება აი ამ ხელშეკრულების გაფორმების მერე იმდენად შეიცვალოს სოფხედველობა უკრაინაში, რომ პრორუსული ძალა ძალიან ადვილად მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩეჩნეთის მაგალითი გამოდგება, ხო? ჩეჩნებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ამ ოპერაციაში. ხო, წარმოუდგენელი იქნებოდა, ვთქვათ, 20 წლის წინ, რომ ჩეჩნები, ვთქვათ, რუსების გვერდზე საქართველოს კავკასიის დაპყრობაში უდიდესი როლი შეასრულა. ხო, იმიტომ რომ ის გააჩნია პოლიტიკა როგორ ამიტომ ვიძახი, ანუ ის ვისაც იპყრობდა, კი, გარკვეულწილად, ანუ მათი ასიმილაცია არ იყო მხოლოდ ფიზიკური, ასე ვთქვათ, განადგურება, მათი ასიმილაცია იყო მენტალური ასიმილაცია და იმ კულტურაში ჩასმა. შესაბამისად, ქართველებიც გამოიყენა, ისაც გამოიყენა და ქართველებმაც გამოიყენეს, ხო? ანუ მათაც იგრძნეს თავი რაღაცა სახელმწიფოს ნაწილად. აი მონღოლური თუ კი ეს შიში რომ თუ რუსეთი გამოვა ამ ომიდან გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ის უფრო ისეთი გახდება ხისტი სამეზობლოს მიმართ ანუ ეს რაღაც სტანდარტები აიწევს ხისტი არა სტანდარტებს აწევს ხო ხო ეს სტანდარტების აწევა ნიშნავს რომ აქ შიშები რომელსაც დღეს კულტივირებენ იმისთვის რომ აი არ უნდა შევეგუოთ და ბოლომდე რომ აი ჩვენ ახლა რუსეთი ხვდებით ეს შიშებს უფრო მეტი საფუძველი ეძლევა ну მოდი მარტივად ვთქვათ ამიტომ ვამბობ მე რომ ესე იგი ჩვენ უნდა ველოდოთ იმ მოდელს რაც მოხდება ან საბჭოთა ან რუსულ იმპერიულს რა რომ შენ აუცილებლად დაგიპყრობენ და ну რა თქმა უნდა ხარ რაციონალური გაბარა უნდა ესე რომ ციყოს რა შვები შენ ესე იგი მაშინ და მაშინ ჩვენთან ეს რეფერენდუმი ომი გვინდა თუ არა უკვე ჩატარდა შარშან ხვდები და ანუ მაშინ ისევ აქ შევდივართ ანუ რას აკეთებ ამ შემთხვევაში ხო არა მანდ როცა შენ მოკავშირე როგორც 21 წელს გერმანია გავიდა ბრიტანეთი გავიდა და ხარ ესე და დარჩენილი რას აკეთებ ხო? ხო, მანდ ერთი მომენტია, ანუ ერთი არის რომ თუ შიში რო გაქვს იმისი რომ ანუ მეტად ხისტი გახდება, ანუ რას მოითხოვს შენგან ეგ კიდე სხვა საქმეა. ანუ ამ წუთში ვთქვათ, ბევრად ნაკლებს მოითხოვდა და შენ საშუალება ქონდა ორსკამზე მჯდარიყავი, გადამჯდარიყავი, იქით გადმომჯდარიყავი აქეთ. ну, მოდი მარტივად ვთქვათ, ევროატლანტიკური მისწრაფებების
დონეზე თუ ევროპა თვითონ იძახის უარს და ევროპა ეუბნება რუსეთს რომ მიხედე შენ თავ შენ თვითონ და რაღაცა შენ ტერიტორიებს და საზღვრები გაავლოთ, ახლა ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მარტო რუსეთის მიერ ასე ვთქვათ ჩვენი სუვერენიტეტის შემცირება კი არა, მათი უარის თქმაც არის იმაზე რომ ვთქვათ გვიპატრონონ რო იტყვიან, ხო? ანუ რის იმედებიც ადამიანებს გქონდა. თუმცა ისე უბრუნდები რა, რეალობა ანუ ეს სიზმარი სხვა იყო და რეალობა მაინც ასეთი იყო. ანუ რეალობა დიდათ არ შეიცვლება. უბრალოდ აი ის რაღაცა ორ სკამზე გადმოჯდომის მომენტები აღარ იქნება. თუ რეალობა არ შეიცვლება. კი ბატონო, გასაგებია, მოკლედ საინტერესოა, როგორ დასრულდება ეს თვე, რაღაც ამ თვის ბოლოს მაინც გამოჩნდება ეს შეთანხმება, ან შედგება, ან ჩავარდება, რას რა დაერქმევა და როგორ გამოჩნდება. მე მაინც მგონია, რომ იმიტომ რომ შეუძლებელია ხა კიდევ ერთი ტალღა ააგორო იმის მხოლოდ იმაზე დაყნობით, რომ ბოლოს ესე ჩავარდება და ვიღაცა ჩაშლის და ხელს არ მოაწევს. თუ დააკვირდით, ნაკლებად ისმის ევროპელთა ბრალდება, რომ არა რა სისულელია შეთავაზება, ამას პუტინი ჩაშლის. უკვე მეტი სიფრთხილით ხდება მიდგომა და დამოკიდებულება, ხო? იმიტომ რომ მეორეს მხრივ ეკონომიკა, რომელიც რუსული ეკონომიკა ომზეა აწყობილი, ბუნებრივია, რომ ამას დაჭირდება მაშინ ისეთი შეთავაზებები, სანქციების ისე მოხსნა, ისე დაბრუნება ეკონომიკაში, რომ ასეც უღირდეს ამის გაკეთება. არც მე ჩემი აზრით დიდათ არც აწყობს რუსეთს ასე ვთქვათ ამ ეკონომიკიდან უკან გადმოწყობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან სერიოზული დეპრესია იქნება ეკონომიკის. ანუ რუსებმა გადააწყვეს ეკონომიკა, მაგრამ ეს უკან დაბრუნება თუნდაც ყველაფერზე ესე ადვილად არ მოხდება. ხო, და ალბათ არც უნდათ, სავარაუდოდ. მათ უკვე იდეოლოგიურადაც ისე გაატარეს, რომ ჩვენი გვაქვს და ეს იმპორტი ჩავანაცვლეთ და ასე შემდეგ. ესე ადვილად მეგონი არ შემოუშვებს ვინმეს უკან. ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში სხვანაირ სახელმწიფოს მივიღებთ და დაველოდოთ, შევხედოთ, როგორი იქნება აი ეს განვითარება ამ პროცესების. დღეს მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის, ვფიქრობ, მსმენელისთვისაც საინტერესო იქნებოდა და ჩვენ დაველოდებით შემდგომ განვითარებას და ეთერშიც დავბრუნდებით ხუთშაბათს. ჯერჯერობით ის 27 თითქოს მოხსნილი არ არის და არა, ხო, ჯერ კიდევ ძალაშია. გემშვიდობებით დროებით. ნახო.